მოგესალმებით მეგობრებო, კლასტერ ბრეიკი აგრძელებს თავის სერიებს, ვიდეოების, ამჯერად უკვე მალდივებიდან. ჩვენ, როგორც იცით, გამოვიმგზავრეთ მალდივებზე, გვაქვს გასვლითი ტრენინგები სისტემურ განლაგებაზე. და ერთ-ერთი სიტყვით მინდა თქვა ამ ადგილზე, იმიტომ რომ ნამდვილად წარმოუდგენელი სილამაზე არის და ისეთი უცნაური რამ არის. როდესაც ნახულობდით ხოლმე აი ამ ვიდეოებს და ფოტოებს მალდივებზე, სულ მქონდა იმის განცდა, რომ რაღაცნაირად არარეალისტური იყო ეს მართლა ნამდვილად 64-არი დედამიწაზე. მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ ჩამოვედით ეს განცდა იმისა, რომ ეს რაღაცა დაუჯერებელია, უფრო მეტად გამწვავდა, სიმართლე რომ გითხრათ. და მე ვფიქრობდი, რომ რა არის ახლა ამის ახსნა, იმიტომ რომ ახლა ბუნება ცალსახად ძალიან ლამაზია, მაგრამ ახლა ლამაზ ბუნება ბევრგან არის, ხო? და მე მივხვდი, რომ რაღაცნაირი ვიბრაცია არის ამ კუნძულებზე, რომლებიც აი ესეთი თითქოს გონებით შეუმჩნეველი, ცნობიერით შეუმჩნეველი, მაგრამ არაცნობიერად ძალიან შესამჩნევი. არ ვიცი ახლა ეს რითია განპირობებული, რაღაცა ვთქვათ, ჰაერის და წყლის ოპტიმალური ტემპერატურით თუ ფერებით თუ სუნებით თუ კიდე რაღაცა სხვა რამით, მაგრამ თუ რაღაცა გარკვეულ განეცეზე და გზედზეა ესეც ჯადოსნურზე. მაგრამ აი რაღაცნაირი საოცარი მართლა განცდა გაქვს იმისი, რომ აი დაუჯერებლად 7 გარემო არის და ძალიან მოკლედ კარგი არის ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რომ აქ წამოვიღეთ განლაგებები. გარდა იმისა, რომ ოპტიმალური ტემპერატურა, ზამთარში ზაფხული და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, როგორც ვაპირებდით, გვექნება აქ 4 სისტემური განლაგების დღე, ვორქშოპი, ხვალ გვექნება პირველი და სწორედ მინდა რომ დღეს ვისაუბრო სისტემურ განლაგებებზე და ერთი-ორი სიტყვით ავხსნა პრინციპი. მე წინა ვიდეოებში ვისაუბრე, რომ ამისი სისტემური განლაგების მთავარი ფუძემდებელი, ვთქვათ, ესე არის ბერტ ჰელინგერი, რომელიც იყო მისიონერი მღვდელი, ზულუს ტომებში მუშაობდა 25 წლის განმავლობაში, თავისი მისიით იყო იქ წარგზავნილი და აკვირდებოდა თუ როგორ მუშაობს სისტემა თვითონ. ანუ თვითონ ტომში, ვთქვათ ესე, როგორც პირველ ყოფილ სისტემაში, რა საფუძვლებზე და რა პრინციპებზე არის საწყობილი სისტემა და შესაბამისად ამის შემდეგ შემოიტანა მან როგორც თერაპიული მეთოდი, ტრავმების დამუშავების, ზოგადად გააზრების, არაცნობიერი შემზღუდავი რწმენების გააზრების და ასე შემდეგ, ეს სისტემური განლაგება. რეალურად ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენ არაცნობიერში არსებული გარკვეული შეზღუდვები და ცრუ რწმენები, ვიტყოდი ესე, რომელიც გარკვეული მეთოდის მიხედვით გადმოდის სივრცეში, ხდება განლაგება ამისი და ამის შედეგად ადამიანი კლიენტი უკვე ხედავს რა პრობლემა აქვს მას. ანუ რეალურად ეს არის საშუალება იმისა, რომ აქამდე დაუნახავთ ჩვენი პრობლემა, დავინახოთ სხვა კუთხით. რაც ფსიქოლოგიაში არის ერთ-ერთი მთავარი რამ, ანუ გაცნობიერება, ჩვენი გაუცნობიერებელი პრობლემების გაცნობიერება. სისტემურ განლაგებას ბერტ ჰელინგერის მიხედვით აქვს 3 ძირითადი კანონი, რომელიც თუ ის არის დარღვეული, რომელიმე მათგანი, ან სამივე, მაშინ სისტემა, მაგალითად ოჯახი არის დისფუნქციური. სისტემა როგორც თქვი, შესაძლებელია იყოს ოჯახი, ეს უკვე ოჯახური განლაგებაა, შეიძლება იყოს ორგანიზაცია, არსებობს ორგანიზაციული სისტემური განლაგება, შეიძლება იყოს სოციუმი, შეიძლება იყოს სახელმწიფო, შეიძლება იყოს ერი და ასე შემდეგ, შეიძლება იყოს არქეტიპული სისტემური განლაგება. თვითონ ნებისმიერი ეს სისტემა ფუნქციონირებს 3 ძირითად კანონზე. პირველი ეს არის მიკუთვნებულობა, რომელზეც მე ვისაუბრე წინა ვიდეოში და დარჩენილი 2 ეს არის ბალანსი და წესრიგი. ან ბალანსზე და წესრიგზე მინდა ერთი-ორი სიტყვით ვთქვა. ბალანსი არის, როდესაც არ არის დარღვეული გაცემისა და მიღების ბალანსი. ეს გაცემა და მიღება შეიძლება იყოს ენერგიის, ყურადღების, ზრუნვის, შესაძლებელია იყოს ფინანსურიც, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ტიპის ენერგიის, გაცემის და მიღების ბალანსი, როდესაც არ არის დარღვეული. ამაზეც ერთ-ერთ ვიდეოში წინა კლასტერ ბრეიკებში მაქვს მე ნასაუბრები და აქ აღრევა და დისფუნქცია იწყება მაშინ, როდესაც ოჯახის რომელიღაცა წევრს ან სისტემის რომელიღაცა წევრს აქვს იმის განცდა, რომ უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, ან პირიქით უფრო მეტს იღებს, ვიდრე შეუძლია რომ გასცეს. როდესაც აი ეს ცირკულაცია არის დარღვეული, მაშინ სისტემა ხდება დისფუნქციური და აირევა ხოლმე. და ხანდახან ვიტყვით ხოლმე, რომ ოჯახი ოჯახს არ გავს, მაგალითად, ურთიერთობები არ არის დაალაგებული და ძალიან ხშირად ეს ტრანსგენერაციული, ანუ თაობიდან თაობაზე გადადის ეს ყველაფერი. გარკვეულწილად ახლა აქ უკვე როლური მოდელიც არის. ბავშვი იზრდება რაღაცა როლურ მოდელში, ან ოჯახის მოდელში და მე ბუნებრივად ამ მოდელს იმეორებს საკუთარ ოჯახში, ხო? ეს არის ბალანსი. რაც შეეხება წესრიგს, წესრიგი ეს არის პირველ რიგში იერარქია.
და ესაც არის გადარჩენის ინსტინქტის მთავარი ერთ-ერთი ესეთი ქვაკუთხედი, იერარქიული ინსტინქტი, რომელიც არის დაფუძნებული იმაზე, რომ ადგილი, რომელსაც შენ იერარქიაში, ანუ ოჯახში, ანუ სისტემაში იკავებ, უნდა იყოს ხელშეუხებელი, უნდა იყოს აღიარებული და მასზე თავდასხმა არ უნდა ხდებოდეს. ანუ შენი ადგილი შენ სისტემაში უნდა იყოს აღიარებული და ის უნდა იყოს კონკრეტული ადგილი უნდა ქონდეს მას მიჩნეული. ხა აქ მთავარი პრინციპი არის ესეთი, რომ უპირატესი არის უფრო ადრე დაბადებული. აქედან გამომდინარე, მაგალითად ოჯახურ სისტემაში ბაბუა უპირატესია მამაზე, მამა უპირატესია შვილზე, შვილი უპირატესია შვილიშვილზე და ასე შემდეგ. და ეს უპირატესობა არ ირღვევა. რანაირადაც არ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა და ვთქვათ ბაბუა გახდეს გარკვეულწილად უმწეო, ეს უპირატესობა არ უნდა შეიცვალოს და ეს არის ემოციური უპირატესობა. აქ რა თქმა უნდა არ არის საუბარი იმაზე, რომ ახლა ის გადაწყვეტილების მიღები იქნება მთავარი და მარტივად რო ვთქვათ ახლა მის ჭკუაზე ივლის მთელი ოჯახი, რა თქმა უნდა ესე არ არის. მაგრამ მისი ღვაწლი და მისი წვლილი შემოტანილი შვილების აღზრდაში და ოჯახის ფუნქციონირებაში უნდა იყოს მუდმივად აღიარებული და არ უნდა იყოს დაკნინებული. ან ჩვენ გულში სიყვარული და აღიარება ჩვენი მშობლების უნდა იყოს ყოველთვის. თუ მოხდა აქ აღრევა და შვილი გახდა მშობლის, შვილმა დაიკავა, ვთქვათ ესე, მშობლის ადგილი და მშობელმა კიდე პირიქით შვილის ადგილი და ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ოჯახში, როდესაც ფაქტობრივად შვილია დედა და ან მამა. და პირიქით, ხო? მაშინ ესაც არის გარკვეული დისფუნქცია, უკვე ბალანს, უკვე იერარქიაში, უკვე წესრიგში და როდესაც წესრიგი ირღვევა, იქ ირღვევა უკვე ყველაფერი. ეს იყო ერთი-ორი სიტყვით, რაც მე დღეს მინდოდა ძირითადი ზოგადი მიმოხილვა ამ სისტემური განლაგების და მინდა რომ აქაც და შემდეგაც უკვე კლასტერ ბრეიქებში გავაგრძელო ეს თემა და უფრო ღრმად გავშალო თუ რა პრინციპები და რა პრობლემები შეიძლება მოიტანოს დისფუნქციამ ოჯახში და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და რასავარე როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ეს ჩვენ და ჩვენი მომდევნო შვილების და შვილიშვილების თაობაზე. სულ ეს იყო დღეს რაც მინდოდა თქვენთვის რომ მეთქვა, მიხარია რომ ყავშევხვდით და რამდენიმე დღეში ისევ გაგრძელდება კლასტერ ბრეიქი. გისურვებთ წარმატებულ დღეს. ნახვამდის.